იცით რამ ხელაძალა აქვს ერთ გადაწყვეტილებას? ჯეკ დორსიმ, Twitter-ის დამფუძნებელმა, ეხლა რაღაც სხვა კომპანია აქვს, ერთ დღეში განთავისუფლა კომპანიის თანამშრომლების თითქმის 4,000 ადამიანი. ერთ დღეში. და შემდეგ რაც მოხდა, გაგაკურებთ აქციების ფასი გაიზარდა. ბაზარმა კომპანია დააჯილდოვა. არა იმიტომ რომ მეტი ფული იშოვა, არა იმიტომ რომ გაიზარდა, იმიტომ რომ ადამიანები ჩაანაცვლა ხელოვნური ინტელექტით. ეს SP500-ის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური შემცირება, პროცენტულად და შესაძლოა გეგონოთ რომ ეს შორეული ამბავია, სადღაც, ამერიკაში მოხდა Silicon Valley-ის პრობლემა, მაგრამ ცდებით. ამ ვიდეოში გიყვებით ზუსტად რა იცვლება, ვინ წააგებს, ვინ მოიგებს და რას გავაკეთებდი ან რას გავაკეთებ მე დღეს რომ ამ ტალღის ზემოდან აღმოჩნდე და არა ქვემოდან. 3 წლის წინ გამოვიდა ChatGPT, ხოლო 1 წლის წინ vibe coding-ი გახდა ტრენდი. ამ პატარა ფანჯარაში ხელოვნური ინტელექტი საყვარელი სათამაშოდან რეალურ სამუშაოდ ძალად გადაიქცა. დაფიქრდით ერთი წამით. ხელოვნური ინტელექტი უკვე აკეთებს იმას, რასაც copywriter-ები აკეთებდნენ, უფრო სწრაფად და იაფად. დიზაინერი AI გააკეთებს იმას 1 საათში, რისთვისაც ადამიანს დასჭირდება 1 კვირა. მომხმარებელთა მომსახურება, customer support-ი, ხელოვნური ინტელექტი მუშაობს 24 საათი და არც ჩვებულება არ სჭირდება, არც იღლება და მუდმივად სტანდარტული ხარისხი აქვს და ასევე თუ რაღაცას გააუმჯობესებს, მაგას დაიმახსოვრებს და მუდმივად გაითვალისწინებს. Goldman Sachs-ის პროგნოზით, ხელოვნური ინტელექტი მსოფლიოში 300 მილიონ სამუშაო ადგილს შეეხება და ეს არ არის შორეული მომავალი. ეს უკვე ხდება, დღეს ხდება. ამერიკაში ყოველი მეოთხე მუშევარი 27 კვირაზე მეტია სამსახურის გარეშეა. ხალხის 27%, ვინც ბოლო ერთ თვეში დასაქმდა, დათანხმდა უფრო მცირე ხელფასს, ვიდრე მოელოდა. ოღონდ ეს არ ეხება მხოლოდ ამერიკას და მხოლოდ პროგრამისტებს, უბრალოდ მაგათ სტატისტიკები აქვს. საქართველოში თუ შენი ბიზნესი დამოკიდებულია ინტერნეტზე, კონტენტზე, ონლაინ გაყიდვებზე, ან თუ შენი პროფესია დიჯიტალში, ანუ თუ კომპიუტერში აკეთებ რაღაცებს, ზუსტად იგივე ტალღა მოდის შენსკენ და ის შენ შეგეხება აუცილებლად. წინა წელს Google-მა შეცვალა ძიების სრული სისტემა. AI Overview-ს ახლა პასუხს პირდაპირ ძიების გვერდზე გაძლევს, შენ საიტზე გადასვლისა და დაკლიკების გარეშე, ხოლო ChatGPT-ს 900 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. ხალხი Google-ს აღარ ეკითხება, ხელოვნურ ინტელექტს ეკითხება პირდაპირ. აქედან გამომდინარე, თუ შენი შემოსავალი დამოკიდებულია რაღაცაზე, რასაც ხელოვნური ინტელექტი უკეთესად აკეთებს, სამწუხაროდ ცუდი ამბავია შენთვის. თუ ჰიპოთეტურად წარმოვიდგენთ ორ ადამიანს. ერთს აქვს მაგალითად ძალიან მაგარი განათლება, რომელიღაც ძალიან ძვირად ღირებული და პრესტიჟული უნივერსიტეტის დიპლომი, ძალიან ბევრი სერტიფიკატი და კურსი გავლილი, მაგრამ ის ხელოვნურ ინტელექტს იყენებს მხოლოდ სასაუბროდ, არაფერში, რეცეპტებს ეკითხება. მეორე მხარეს არის ადამიანი, რომელსაც მაინც დიდი განათლება არ აქვს, ფორმალური, არანაირი დიპლომი არ აქვს, არც სერტიფიკატები არ აქვს, უბრალოდ აქვს პრაქტიკული გამოცდილება და ხელოვნურ ინტელექტს იყენებს ყველაფერში, რასაც აკეთებს. აბა გამოიცანით, ვინ გადარჩება ახალ ეპოქაში. პირველი ადამიანი თუ მეორე? რა თქმა უნდა, მეორე. ადამიანი, ვინც დღეს ხელოვნურ ინტელექტს არ იყენებს, ის თანამედროვე ეპოქაში ვერ გადარჩება. რადგან კაცობრიობის ისტორიაში მუდმივად იყო დაპირისპირება ადამიანებს შორის და იყო ადამიანები ხელსაწყოებით versus ადამიანები ხელსაწყოების წინააღმდეგ. ეს ხელსაწყოები ადრე იარაღები იყო, ოღონდ ადამიანებმა ომის ერთმანეთს ხოცვის მეტი არაფერი იცოდნენ. ანუ იყვნენ ადამიანები, ვისაც ჰქონდათ ძალიან კარგი იარაღები, დიდი გემები, არბალეტები, მშვილდისრები და ისინი მარტივად უმკლავდებოდნენ იმ ადამიანებს, ვისაც ეს ხელსაწყოები არ ჰქონდა. ან უფრო ძველი ხელსაწყოები ჰქონდა, ან იმ დონეზე არ ჰქონდა ეს ხელსაწყოები განვითარებული და ათვისებული. აი მაგალითად რო გავიხსენოთ როგორ მოხდა ამერიკის კოლონიზაცია. ადამიანები ხელსაწყოებით, საერთოდ არ იყვნენ მათზე ძლიერები, შეიძლება ისინი უფრო ძლიერები იყვნენ ინდიელები, ჩავიდნენ უცხო კონტინენტზე და გამომდინარე იქიდან რომ ჰქონდათ უფრო მეტი ტექნიკური შესაძლებლობები, დაიპყრეს და გაანადგურეს იქ მყოფი ადგილობრივი მოსახლეობა მთლიანად. ანუ დღევანდელ სამყაროში ადამიანი ხელოვნური ინტელექტით აუცილებლად აჯობებს ადამიანს, რომელიც ამ ხელსაწყოს, ამ საშუალებას საერთოდ არ იყენებს. კაი, რო გადავიდეთ საქმეზე, გეტყვის ამ ადგილს, სადაც არ გირჩევ დღეს რომ მოხვდე. რაც შენი კარიერისთვის იქნება ცუდი, სულბქად რომ ვთქვათ. პირველი კომპანიაში, სადაც შენი ხელმძღვანელი ხელოვნურ ინტელექტს არ იყენებს და ისეთი სერიოზულობით არ ეკიდება, თითქოს ომი იყოს, თუ შენი დირექტორი ხელოვნურ ინტელექტზე ყოველ კვირას არ საუბრობს, თუ კომპანია ამის ირგვლივ არ ეწყობა, უნდა გაიქცე, იმიტომ რომ კონკურენტის ხელმძღვანელი, რომელიც შეპყრობილი ამ თემით უფრო მცირე და სწრაფ მანქანას ააშენებს, რომელიც შენს კომპანიას აუცილებლად შეჭამს. მეორე ადგილი, თუ
თუ შენი სამუშაოს არსი არის ინფორმაციის გადატანა ერთი ადგილიდან მეორეში, გრაფიკების შედგენა, მონაცემების მართვა, ბაზისური ოპერაციები. თუ შენი სამუშაოს ადგილი არის უბრალოდ ამ სისტემის მოვლა, მალე ეს სისტემა თავის თავს თვითონ მოვლის და იმაზე უკეთესად ვიდრე შენუვლით. კომპანიების 72% იყენებს დღეს ხელოვნურ ინტელექტს ბიზნეს პროცესებში, 2023 წელს ეს იყო 55%. ეს ამერიკაში რა თქმა უნდა. და მესამე ადგილი კომპანიებში, სადაც საშუალო მენეჯმენტი არის ზედმეტად დიდი, გაბერილი, გადაჭარბებული. ძირითადად ეს ფენა პირველი იშლება ხოლმე. ან კომპანია თავად მოიცლებს, ან ბაზარი აიწურებს. უფრო მსუბუქი, lean, ჭრე კონკურენტი ამ კომპანიას დაშლის. ოკეი, ეს სად არ უნდა ვიყოთ ხელოვნურ ინტელექტს ეპოქაში, მაგრამ როგორ უნდა გავიმარჯვოთ, ან მოვიპოვოთ კონკურენტული უპირატესობა. პირველი, ხელოვნურ ინტელექტში უნდა გახდე იმდენად კარგი, ყველაფერი რაც საკეთებ, აბსოლუტურად ყველაფერი. შეგიძლია რომ გკითხო შენს თავს, შეუძლია თუ არა რომ ხელოვნურმა ინტელექტმა ეს გააკეთოს შემნაცვლად. ოღონდ არ უნდა გამოიყენო მხოლოდ ChatGPT-ის უბრალოდ ენობრივი მოდელია. უნდა გამოიყენო Claude-ის, Perplexity-ის, Gemini-ის, კიდე ძალიან ბევრი სხვა ხელოვნური ინტელექტია. ყველაფერს რასაც აკეთებ უნდა გააკეთო ხელოვნური ინტელექტით. ეს უკვე შესაძლებელია თუ digital საქმიანობას ეწევი და ბევრად უფრო ეფექტური გახდება შენი მუშაობაც, ბევრად უფრო მეტის გაკეთება შეგეძლება ამ მცირე დროში და იმის გაკეთება შეგეძლება რაც აქამდე ფიზიკურად არ შეგეძლო. ოკეი, კაი, მეორე. თქვათ ვერ გამოიყენე ეს ხელოვნური ინტელექტი, ან წარმოდგენა არ გვაქვს არც გაინტერესებს ეს digital-ი. მაშინ უნდა ისწავლო ხელობა. ხელსაქმე ადრე რომ ამბობდნენ კოდის წერა ისწავლეო, ამასობაში ელექტრიკოსების ან ტექნიკები და მსგავს პროფესიის ადამიანები შესაძლოა რომ უფრო მეტად დაფასდნენ და ძვირი ღირდეს. იმიტომ რომ რეალურად ხელოვნური ინტელექტი აიაფებს დიჯიტალში რაც ხდება მაგ ყველაფერს, ციფრულ სამყაროში რაც ხდება ხელოვნური ინტელექტი მაგ ყველაფერს უფრო იაფს და უფრო მარტივად შესაძლებელს ხდის, მაგრამ ფიზიკურ სამყაროში რაც არის საჭირო, ეს ყველაფერი ძვირდება. ამაზე ბევრს აღარ ვისაუბრებ, რადგან სხვა ვიდეო მაქვს ჩაწერილი, რომელიც თითქმის მთლიანად ეხება ამ ნაწილს თუ როგორ გადავრჩეთ ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში. იქამდე კი უბრალოდ გავიაროთ რა ხდება და რა გველის მომავალში. სამ ელტმანმა OpenAI-ის დამფუძნებელმა ერთხელ თქვა, რომ მას თავის მეგობრებთან ტექ დირექტორების ჩატში აქვს ფსონი, რომელ წელს იქნება 1 მილიარდიანი, ანუ 1 მილიარდ დოლარის ღირებულების კომპანია, რომელსაც არ ეყოლება თანამშრომელი, ანუ ერთკაციანი 1 მილიარდ დოლარიანი კომპანია რომელ წელს შეიქმნება. შეიქმნება ეს წელს, შეიქმნება 2026-ში, შეიქმნება 2027-ში, წელს 2026-ი ამ გონა. ხო, რომელ წელს შეიქმნება მოკლედ? შეიქმნება 2026-ში, 2027-ში, 2028-ში, 2029-ში, მაგრამ ერთი რამ ცნობილია, რომ აუცილებლად იქნება ესეთი კომპანია, რომელსაც არ ჰყავს თანამშრომელი, არის მხოლოდ ერთი ადამიანი და მთლიანად ხელოვნური ინტელექტის აგენტებით აკეთებს სრულ კომპანიას, ყველაფერს, ყველა როლს და ყველა ფუნქციას. ადრე ეს იყო წარმოუდგენელი, მაგრამ დღეს რაღაც დონეზე უკვე ხდება. მაგალითად არის ერთი ჰოლანდიელი პროგრამისტი, პიტერი ქვია, საერთოდ არ აქვს ოფისი, არ ყავს არც ერთი თანამშრომელი, მუშაობს თავისი ლეპტოპით, სოფლიოს სხვა ადგილიდან და AI-ის მეშვეობით შექმნა რაღაც ხელოვნური ინტელექტის ფოტოსერვისი, მე გააკეთა ფრენის სიმულატორი, სადაც ხალხი ვირტუალურად დაფრინავს და 0-დან $1 მილიონიან წლიურ შემოსავალზე ავიდა 17 დღეში. ერთი ადამიანი თვითონ წერს კოდს, თვითონ აკეთებს დიზაინს, მარკეტინგს, მომხმარებლის მომსახურებას, აბსოლუტურად ყველაფერს. ოღონდ AI აკეთებს ამ ყველაფერს რეალურად, ის უბრალოდ ხელმძღვანელობს. ხოლო Microsoft-ის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ხელოვნურ ინტელექტს 18 თვეში შეუძლია პრაქტიკულად ყველა საოფისე სამუშაო შესრულება. ბუღალტერია, იურისპრუდენცია, მარკეტინგი, პროექტების მართვა. ანუ რეალურად ეს აღარ არის უკვე ფანტაზია, რომ ერთ დღეს ეს მოხდება. ეს უკვე ხდება, ჩვენს თვალწინ ხდება და არც თუ ისე შორეულ მომავალში. ეს არის ახალი სამყარო, სადაც ერთი ადამიანი ლეპტოპით და სწორი ინსტრუმენტებით შესაძლოა რომ გაუტოლდეს 1000 კაციან კომპანიას და ვინც ამ დროს დაიბადეთ, გილოცავთ. ძალიან მაგარ დროში ვცხოვრობთ. და ბოლოს ვინც შეშინდით და დაიზაფრეთ. ხელოვნური ინტელექტი არ არის თქვენი მტერი. თქვენი მტერია რომ არაფერი არ გააკეთოთ და ის არ გამოიყენოთ. ჯეფ ბეზოსმა თქვა, რომ ადამიანური ბუნება ზოგადად რისკი ზედმეტად შეაფასო, შესაძლებლობა კი ნაკლებად. და ზუსტად ეს ხდება ხოლმე ხელოვნური ინტელექტთან მიმართებაში. შეშინებულები შეიძლება რომ ვიყოთ, მაგრამ ამავდროულად ეს ყველაზე დიდი შესაძლებლობა, რაც კი ჩვენს თაობას აქამდე მისცემია ყოველ შემთხვევაში და შეიძლება არც აღარასდროს განმეორდეს ეს შესაძლებლობების პანჯარა. და არ არის აუცილებელი ერთ დღეში ყველაფერი შეცვალოთ, ან ერთ დღეში გახდეთ ხელოვნური ინტელექტის ექსპერტი. უბრალოდ შეგიძლიათ რომ ხვალ ან დღეს, როცა ამ ვიდეოს უყურებთ, ერთი ნაბიჯი გადადგათ იმისკენ, რომ ხელოვნური ინტელექტი უკეთესად გამოიყენოთ თქვენს სამუშაო პროცესებში. შემდეგი ან იმის შემდეგი ვიდეო იქნება იმის შესახებ თუ როგორ ვიყენებ მე პირადად Claude-ს ბიზნესში. ასე რომ გამოიწერეთ არხი, დააყენეთ ზარზღილაკი და რაიმე კომენტარსაც თუ დაგვიწერთ, ძალიან გამიხარდება.